მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა ცოტა განსხვავებულ ფორმატში გადავწყვიტე, რადგან თვითონ ვიდეოც განსხვავებულია და დღეს რომელიმე კონკრეტული ფილმის განხილვის ნაცვლად შემოგთავაზებთ 2024 წლის საუკეთესო ფილმების შეჯამებას. რა თქმა უნდა, საუკეთესო ცოტა სუბიექტური ცნებაა, რადგან რეალურად გაგიზიარებთ ჩემს პირად შეხედულებებს, რომლებზეც გავლენა არც ოსკარების დაჯილდოებას არ მოუხდენია, რადგან ჯერ კიდევ ოსკარების ცერემონიამდე ჩემს Instagram გვერდზე გამოვაქვეყნე ჩემი რჩეული ფილმების სია და დღესაც სწორედ ამ თანმიმდევრობით ვისაუბრებთ 2024 წლის ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ფილმებზე. ზოგადად ვთვლი, რომ 2024 წელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო კინემატოგრაფიის ისტორიაში, რადგან ვნახეთ ძალიან ბევრი ძლიერი, ხარისხიანი და რაც მთავარია, ორიგინალური ფილმი. ასევე გვქონდა დიდი მრავალფეროვნება, როგორც ჟანრობრივად, ისე მთავარი თემების თვალსაზრისით, ამიტომაც ძალიან გამიჭირდა მხოლოდ 10 საუკეთესო ფილმის ამორჩევა და თქვენის ნებართვით, სანამ 10 საუკეთესო ფილმზე გადავიდოდეთ, მანამდე მინდა რომ ასევე ვახსენო ის 10 არანაკლებ გამორჩეული ფილმი, რომლებიც ვთვლი, რომ აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებენ. ასეთ ფილმებს მიეკუთვნება ჩემთვის ანორა, რომელმაც წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარიც კი აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მომეწონა, არ ვთვლი, რომ წლის საუკეთესო ფილმი იყო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, თუმცა მაინც ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი იყო და თქვენც გირჩევთ მის ნახვას. მით უმეტეს მგონია, რომ ქართველებისთვის კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო უნდა იყოს ამ ფილმის ნახვა, რადგან მასში ჩვენი მეზობელი სომხები არიან წარმოჩენილები და თან საკმაოდ კომიკური კუთხით. მისასალმებელია ისიც, რომ ეს ფილმი გახლდათ დამოუკიდებელი ფილმი, ანუ მას არ ჰქონია რომელიმე დიდი კინოსტუდიის დაფინანსება და ამის ფონზე მისმა რეჟისორმა ჯონ ბეიკერმა საკმაოდ ბევრი შეძლო. ასევე აღნიშვნას იმსახურებს ჯესი აიზენბერგის ფილმი Real Pain, ქართულად ნამდვილი ტკივილი, რომელიც როგორც სათაურიდან მიხვდებოდით, ტრიალებს ტკივილის თემის გარშემო და გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად განსხვავებულად უმკლავდებიან და განიცდიან ადამიანები ტკივილს. შემდეგი ფილმი გახლავთ ფრანგული ფილმი, რომელზეც ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ მინიმუმ საფრანგეთში საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა და დაიმსახურა არაერთი კინოკრიტიკოსის დადებითი შეფასებაც, რაც განსაკუთრებით რთულია, როცა კინოკრიტიკოსი ფრანგია. ეს გახლავთ ალექსანდრე დიუმას ნოველის გრაფი მონტე-კრისტოს კინოეკრანიზაცია, რომელიც დღემდე რჩება შურისძიების თემაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ და ახლა უკვე კინონამუშევრად. წლის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფილმი გახლდათ ჩელენჯერსი, რომელიც საქართველოს კინოთეატრებიდან გააქრეს ამ სცენის გამო, მაგრამ ჩემთვის ეს ფილმი იყო ძალიან კარგი კომენტარი მეტოქეობაზე, განსაკუთრებით კი სპორტში, მაგრამ ასევე სიყვარულში და ეს არის ასევე ფილმი ერთი მხრივ გამარცხებაზე და მეორე მხრივ გამარჯვების დაუოკებელ წყურვილზე. კიდევ ერთი ფილმი, რომელზეც ვრცლად შეგიძლიათ ჩემს წინა ვიდეოში იხილოთ, არის ნოსფერატუ, რომელიც გოთიკური ჰორორის მაყურებლებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო და ბოლოსკენ ვახსენებ კიდევ რამდენიმე ფილმს, რომლებიც ჩემი აზრით ყველა გემოვნებისა და ასაკის მაყურებელს ერთნაირად მოეწონება. ესენი გახლავთ მაგალითად We Live in Time, რომელიც გვეყვება ძალიან ჯანსაღ და სიყვარულით სავსე ურთიერთობაზე, მაგრამ მათ ცხოვრებაში გამოჩნდება დაბრკოლება სიმსივნის სახით. ასევე ძალიან ტკბილი სანახავია ფილმი Here, ანუ აქ, რომელიც ყველას გულებს გაგითბობთ და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, თუ როგორ სწრაფად გარბის დრო და არ შემიძლია არ აღნიშნო ის ძალიან საინტერესო ოპერატურული ხერხი, როდესაც მთელი ფილმი კამერის მოძრაობის გარეშე მხოლოდ ერთი ადგილიდან გვიყვება საუკუნეების მანძილზე ამ ერთ ადგილას ნაცხოვრები ყველა ოჯახის ისტორიას. ასევე საინტერესო იყო ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი დონალდ ტრამპზე, სახელად The Apprentice, რომელიც ახალგაზრდა დონალდ ტრამპზე და მისი კარიერის ადრეულ წლებზე გვიყვება. დეტექტიური და ჩახლართული პლოტების მოყვარულებს კი გირჩევთ ნახოთ ნაფიცი მსაჯული 2 და ასევე ისტორიული ფილმების მოყვარულებს გირჩევთ ფილმს Blitz, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონის დაბომბვის ეპიზოდს. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, რასაც დაგკვირდით და მე მოვიხილოთ 2024 წლის 10 საუკეთესო ფილმი, რომელთაგანაც მე-10 ადგილზე გავიდა ანიმაციური ფილმი ველური რობოტი. მე თვითონაც არ მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს იყო გასული წლის ერთადერთი ფილმი, რომელზეც ვიტირებ. არ მეგონა თუ ისტორია რობოტზე, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ცხოველებით დასახლებულ კუნძულზე და ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ მათზე, განსაკუთრებით კი კუნძულის ერთ-ერთ ბინადარ ბატზე ისრუნოს, ამდენ ემოციას თუ გააღვიებდა ჩემში. ეს გახლავთ ფილმი მეგობრობაზე, თანადგომაზე, სხვებისთვის თავგანწირვაზე, მშობელსა და შვილს შორის სიყვარულზე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ყველას განურჩევლად ასაკისა გირჩევთ ნახოთ ეს ანიმაციური ფილმი, რომელიც გულებს გაგითბობთ
აგიჩუყებთ და ზოგიერთს აგატირებთ კიდეც. მეცხრე ადგილზე გავიდა ფილმი, რომელზეც ძალიან ცოტა საუბრობენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან წარმატებული ბიოგრაფიული ჟანრის ფილმია. ეს გახლავთ Young Woman and the Sea. ქართულად ახალგაზრდა ქალი და ზღვა, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე და გვიყვება პირველ მცურავ ქალზე, რომელმაც გადაცურა ლამაში სრუტე. რაც იმ დროისთვის სრული სენსაცია იყო, რადგან იმ დროისთვის არათუ ქალებს, არამედ კაცებიდან მხოლოდ 5 კაცს ჰქონდა ლამაში სრუტე გადაცურული. და იმის ფონზე, რომ ქალებს არ აძლევდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ასპარეზობის უფლებას, გერტრუდ ედერლემ შეუძლებელი შეძლო და თავდაყირა ამოატრიალა საზოგადოების წარმოდგენა ქალების ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ. მერვე ადგილზე გავიდა ფილმი Nickel Boys, ანუ ნიკელის ბიჭები, რომელიც ასევე რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. კერძოდ ის გვიყვება აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე ნიკელის აკადემიაზე, რომელშიც ათავსებენ შავკანიან ბიჭებს და მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. აკადემია ერთ საუკუნეზე დიდხანს ფუნქციონირებდა, თუმცა ფილმში, ისევე როგორც ამავე სახელწოდების წიგნში, რომელსაც ეს ფილმი იმეორებს, სიუჟეტისთვის აღებულია 60-იანი წლების ნიკელის აკადემია, სადაც ერთმანეთს გაიცნობენ ტერნერი და ელვუდი, რომლებიც აკადემიიდან გაქცევას გადაწყვეტენ. ის, რაც ფილმს ასეთ საინტერესოს ხდის, გარდა ძლიერი შინაარსობრივი მხარისა, არის ის ოპერატორული მეთოდი, ეგრეთ წოდებული POV, რომლის საშუალებითაც მაყურებელი თითქოს თავად ითავსებს ამ ბიჭების როლს და თხრობა რაღაცნაირად პირველ პირში მიმდინარეობს. მეშვიდე ადგილზე გავიდა ფილმი Sing Sing, რომელიც ასევე რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და გვეყვება კაცზე, რომელიც ციხეში ზის იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სასოწარკვეთას მიეცეს, ის ცხოვრების აზრს პატიმრებისგან შემდგარ პატარა თეატრალურ გუნდში პოულობს. ფილმი გვაჩვენებს, რომ ხელოვნების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავის ადამიანურ ბუნებას, დაკავდნენ შემოქმედებით და ისიამოვნონ ცხოვრებით, მაშინაც კი, როდესაც ციხის მსგავს, ცივ, უსამართლო და სასტიკ გარემოში იმყოფებიან. მეექვსე ადგილზე გავიდა ფილმი The Outrun, რომელიც გახლავთ ძალიან შუმი ფილმი და რომლის ნახვაც ძალიან გამშვიდებს. ამ ფილმის პერსონაჟი ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი სირშა რონანი თამაშობს, ფილმის განმავლობაში სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. ყველაფერი კი იწყება მისი გადაწყვეტილებით, რომ მიატოვოს ლონდონის ქაოსური ცხოვრება და დაბრუნდეს სახლში შოტლანდიის ერთ-ერთ მიყრუებულ კუნძულზე, სადაც სრულ მარტოობაში ხელახლა შეიყვარებს საკუთარ თავს და ხელახლა ისწავლის ცხოვრებით თკბობას. ცხოვრობით თკბობაზე კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ჩვენი ათეულის მეხუთე ადგილზე გავიდა, არის იაპონური ფილმი Perfect Days, რომელიც გვიყვება ტუალეტების მწმენდავ კაცზე, რომელიც იმაზე ბედნიერია, ვიდრე თანამედროვე გაგებით ბევრი მასზე უფრო წარმატებული ადამიანი. ამ კაცმა გატეხა ბედნიერების საიდუმლო. კერძოდ მას შეუძლია, რომ ვიღაცისთვის ამ ერთი შეხედვით მარტივ და რუტინულ ცხოვრებაში იპოვოს ბედნიერება. ის ტკბება ყოველი მზის ამოსვლით, თავისი ყვავილებით, რომლებსაც ყოველდილით რწყავს, წიგნით, რომელსაც ყოველი დაძინების წინ კითხულობს, ქარზე მსუბუქად მოშრიალი ხეებით, რომლებსაც ყოველი ლანჩისას სურათებს უღებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არ არის ასე კონკრეტულად ერთი ძლიერი საკვანძო მომენტი, ის მაინც ძალიან დატვირთულია ემოციურად და თუ გსურთ, რომ საკუთარ თავებს შეუძახოთ და ხელახლა შეიყვაროთ ცხოვრება, ამ ფილმის ნახვას აუცილებლად გირჩევთ. მეოთხე ადგილზე გავიდა ფილმი, რომელიც ყველას გემოვნებაში ნამდვილად არ ჩაჯდება, თუმცა მე ძალიან გავერთე მისი ნახვისას. ეს გახლავთ ფრანგი რეჟისორის კორალი ფარშას ფილმი The Substance, ანუ ჩვენებურად სუბსტანცია, რომელიც გვეყვება ქალზე, რომელიც თავის გაახალგაზრდავებისა და გალამაზების მცდელობაში თვით განადგურებამდე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ვიზუალურად ძალიან ლამაზი სანახავია, მასში არის ბადი ჰორორის ელემენტები, რის გამოც ეს ფილმი ყველას გემოვნებას ვერ მოერგება. მაგრამ ჩემთვის სწორედ ამან გახადა ფილმი ასეთი განსხვავებული და არა მეინსტრიმული. ამ ფილმზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მისი უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ რომ ნახოთ ჩემს არხზე, რომლის ლინკსაც ვიდეოს აღწერაში მივუთითებ. ამასობაში დაგვრჩა მხოლოდ 3 ფილმი. მესამე ადგილზე გავიდა ფილმი პაპის კონკლავი, რომელიც როგორც სახელწოდებიდანვე მიხვდებოდით, აღწერს ვატიკანში ახალი რომის პაპის არჩევის მიზნით გამართულ კონკლავს. რა დროსაც გამოჩნდება, რომ ამ ერთი შეხედვით ღვთისმორჩილ ეკლესიის მსახურებს არაერთ საზარელ ცოდვაში ედებათ ბრალი, რის გამოც ეს კონკლავი ნამდვილ სკანდალად გადაიქცევა. ფილმი ერთგვარ ლაბირინთს გავს, რომელიც სავსეა ინტრიგებით და მორალური დილემებით, რასაც ერთიორად ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის მონაწილეები რელიგიური პირები არიან. ფილმი ვიზუალურად არის არაჩვეულებრივი სანახავი, კომპოზიციურად და ფერების თვალსაზრისით ყოველი კადრი ნამდვილ ფოტოსურათს გავს. ჩვენთვის ქართველებისთვის კი კიდევ უფრო საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. მეორე ადგილზე გავიდა ფილმი, რომელიც 2023 წლის ფილმად განიხილება და შარშან უკვე იყო კიდეც ნომინირებული ოსკარების დაჯილდოებაზე. თუმცა საქართველოში ეს ფილმი 2024 წლის დასაწყისში გამოვიდა, ამიტომ მეც 2024 წლის ფილმად მოვიაზრე.
მოგესწრებ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური და გამორჩეული ხედვის მქონე ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის ფილმი Poor Things, რომლის დეტალური განხილვაც ასევე შეგიძლიათ რომ მიხილოთ ჩემს არხზე. მაგრამ აქაც განმეორდები რომ ფილმმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ რომ მსგავსი არაფერი გექნებათ ნანახი, რაშიც კიდევ უფრო დარწმუნდებით თუ გეტყვით თუ რაზეა ფილმი. წარმოიდგინეთ ქალი ზრდასრული ადამიანის სხეულით, მაგრამ მისი არ დაბადებული ბავშვის ტვინით და უკვე მიხვდებით თუ რამდენად უცნაურ და განსხვავებულ ისტორიასთან გაქვთ საქმე. და ბოლოს, პირველ ადგილზე გავიდა ფილმი, რომელიც გახლავთ ფრანგი რეჟისორის დენის ვილნევის დიუნის მეორე ნაწილი. ამ ფილმის სახით ვნახეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში და არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბების ხარისხიანი და შთამბეჭდავი ბლოკბასტერი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დროს გაუძლებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც როგორც დაანონსდა, 2026 წლის დეკემბერში ვიხილავთ მის მესამე ნაწილს, რითაც შეიკრება ფრანკ ჰერბერტის წიგნებზე დაფუძნებული დიუნის ეს საოცარი ტრილოგია. როგორადაც ამბიციურად არ უნდა ჟღერდეს, ჩემთვის დიუნი უკვე იკავებს ადგილს ბეჭდების მბრძანებლის მსგავსი ფენომენალური ტრილოგიის გვერდით. ეს ფილმი არის კინემატოგრაფიის ბრწყინვალე ნამუშევარი, იშვიათი შედევრი, რომელიც ყოველ 10 წლეულში სულ რამდენიმეჯერ იბადება და 2024 წელს ამ ფილმის სახით ვიხილეთ. იმისათვის, რომ ამ ფილმით ბოლომდე ისიამოვნოთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ შეადარებთ მას წიგნთან და ნურც დევიდ ლინჩის 1984 წლის ვერსიასთან, არამედ აიღეთ და განიხილეთ იგი როგორც ცალკე მდგომი კინემატოგრაფიული ნამუშევარი. დაიწყეთ დიუნის პირველი ნაწილით, თუ ჯერ არ გინახავთ, რომელიც მოგაწვდით კონტექსტს და შეგამზადებთ იმისთვის, რასაც დიუნის მეორე ნაწილი გიმზადებთ. ამ ფილმის მიმართ ჩემს ემოციებზე შემიძლია რომ დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ჩემს ჩანელზე უკვე მიდევს ამ ფილმის დეტალური განხილვა და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ნახოთ. დღეისთვის კი სულ ეს იყო, იმედი მაქვს რომ თქვენც ისევე ისიამოვნებთ ამ ფილმებით როგორც მე ვისიამოვნე. ან თუ უკვე ნანახი გაქვთ რომელიმე მათგანი, გთხოვთ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის და თუ ახალი ხართ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ამით ხელს შევუწყობთ არხის განვითარებას. მე კი დროებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.